ამ წუთებში ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი იმერეთიდან მოწვეულ პროფესორ მასწავლებლებს ხვდება შეხვდრას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. სურათი წამოვიღე. გაჩვენოთ თუ გეცნობათ. აბა ვინ არის? ეს არის თქვენი მაჟორიტარი და მე მინდა გითხრათ რომ სალამ ქუთაისის არჩეულ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენელს ზინავს მნიშვნელოვანია რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი რათა საქართველოს არ წაართვან ქუთაისში პარლამენტი რათა ჩვენ ყველას არ წაგვართვან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა საქართველოს რეგიონალიზმის საქართველოს გაძლიერების საქართველოს ყარად ორ ფეხზე დაყენების იდეა რომელსაც განასახიერებს ქუთაისის პარლამენტი მაგრამ სალამ გადავიდოდეთ ქუთაისის საკითხზე მე მინდა ჩემი გულისწყრობა გამოთქვა თქვენ იცით რომ დღეს თუ გუშინ საპატიო განთავისუფლეს რამდენიმე კანონიერი ქურდი ეს არის ელგუჯა დიღმელაშვილი გიორგი კარანაძე იაკიჩი რევა სესკურია ვეფხორ პაპიაშვილი ძოწენიძე დარახველიძე ელგუჯა დიღმელაშვილი კიდევ 20 გამოდის უახლოეს დღეებში და მე მარტო ამ ფაქტს კი არ მინდა გამოეხმაურო ჩემთვის განსაკუთრებულ შემაშფოთებელი იყო ის თუ რა რეაქცია მოყვა ამად განთავისუფლებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან და რეაქცია არის ასეთი რომ ნუ მოხდა რაღაც მოვლენა ესენი გამოვიდნენ დიდი ამბავი ამნისტიამ გამოუშვა ჩვენ რა შუაში ვართ ჩვენ გავაგზავნებთ ბრძოლას მინდა გითხრათ რომ თქვენ გახსოვთ ალბათ ნიაზ დიასამიძის კლიპი იყო ჩვენ ყველამ რომ ვიმღეროთ თვითონ სიმღერა ავაშენებთ სახს ტელევიზორში ტრიალებ და სულ მახსენდება ეს კლიპი რომ მოდის ეს კლიპი რომ ნელა აგურ იდება და საქართველოს მაიწყო აშენება ეს კლიპი ეხლა რომ გადავახვიოთ უკან დაახლოებით ასეთი სურათის წარმოდგენა მაქვს მე დღეს ჩვენ გადავახვით თითქოს უკან ვახვით ჩვენ ისტორიას და მიდივართ 90-იან წლებში 90-იან წლების ყველაზე დიდი დამახასიათებელი თვისება ჩვენთვის იყო პასუხისგებლობის არ გქონა. მე რა შუაში ვარ, შევარდ მე რა შუაში ვარ, კახათ არ გამაძებ რაღაც კახათ მე რა შუაში ვარ, ხო იცი მე მინდოდა, მაგრამ პარლამენტმა გააკეთა. პარლამენტი იყო და ჩვენ რა შუაში ვართ, ამ კომიტეტმა გააკეთა. კომიტეტი ყო ჩვენ რა შუაში ვართ, ხო იცი ჩვენ კანონებს მაინც არ ასრულებენ, ესენი არ გვემორჩილებენ. რა შუაშია, ვიღაცამ რაღაც ამნისტია მიიღო. ამნისტია შემოიტანა ზუსტად იმ ხალხმა, ვინც 92 წლის დასაწყისში ხედრიონის მითითებით იმ ხალხმა, იმ სახელებად გვარებმა გამოუშვეს მაშინ ბანდიტები საქართველოში თქვენ არ გახსოვთ უმეტესობას მე მახსოვს ეს სურათები გაუბედურებული თბილისი გაუბედურებული ქუთაისი გაუბედურებული და გადამწვარი საქართველოს ქალაქები სამოქალაქო ომი და მე ნამდვილად არავის შეშინება არ მინდა იმიტომ რომ მე ძალიან მაწუხებს მაგრამ ერთი რამ ცხადია რომ ეს ხალხი კანონი ქურდენ ორგანიზებული დანაშაული არ ღვევს ჩვენი საზოგადოების ფაბრიკას ჩვენი საზოგადოების მასალას რომლითაც ვართ რომლიდანაც ვართ აგებული ეს ხალხი შევა ისევ ჩვენს ეზოებში ხო ჩვენს ეზოებში იზრდებიან ჩვენი შვილები ბოლო 9 წელი ბოლო 8 წელი 7 წელი როცა დავამყარეთ წესრიგი იზრდებიან იმ პირობაში როცა არ ესმით რა არის ქურდი და ამიტომ არ ესმის ჩვენ ახალგაზრდებს არ ესმის რას ნიშნავს უმაღლესი ქთამით მიღება ქუთაისში გამოდიოთ ეცინებოდათ არ ესმით რას ნიშნავს დანაშაულის დომინაცია საქართველოში. ეხლა ამბობ არა უშავს გამოუშვებთ უცხოეთში სწავლენ. თქვენ გონიათ უცხოური ქვეყნები ფულს გადაგვიხდიან იმის შორის ჩავდნენ. მეტი საქმე არ აქვს. თან ტელევიზიით რო აცხადებს თავრობა რომ არა უშავს ჩვენ გამოვიდა თავრობა გუშინ გამოაცხადა ყველანი სწავლენ უცხოეთში. მეტი საქმე არ აქვს. უცხოელებს თან რო გაიგება რომ ესეთი გმიდია შეუშვან თავის ქვეყნებში. თავს ნუ ისულელებთ. ამავე დროს საქართველოს თავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის პაწაწინა გრეჩი ხუნას პასუხი არ უნდა ვაგებინოთ. დიდი რამბავი ტელეკამერების წინ ხელი გამოჭრა ვიღაცას. პაწაწინა გრეჩი ხუნა. უნდა ვაგებინოთ პასუხი რა თქმა უნდა გუბერნატორის იმ მოადგილეს რომელმაც 6 კვირაში აღადგინა კახეთის სტიქიის შემდეგ. გაუსაძლეს პირობებში. და ის უნდა ჩავსვათ აუცილებლად ციხეში, იმიტომ რომ არ უღალატ თავის იდეალებს, იმიტომ რომ ქუთაისში პარლამენტია გადასატანი, ხმები არ ყოფილის უმრავლესობას. ღვინიაშვილია დასაშინებელი კახეთის ყოფილი გუბერნატორი. როგორ დავაშინოთ? მოდი მის ყოფილი მოადგილე დავიჭიროთ, ხელები დაუგრიხოთ ღვინიაშვილს და ხმა უწიოს კენჭი უყაროს, იმიტომ რომ ხო ვერ ეტყვია პრემიერ-მინისტრს, არა აქვს ხმები, არა აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა. დაიჭირეს, დააშინეს, ოჯახის წევრები მოუსყიდეს
პარლამენტის წევრებს ვლაპარაკობთ, საკრებულოს წევრები დაუჭირეს, აგერ მოადგილე ყოფილი დაუჭირეს და მაინც არ აძლევენ ხმას ქუთაისიდან პარლამენტის წამოღებას და სხვა საქმეს უცვლელად. პრემიერ-მინისტრს ამას ვერ ეუბნებიან, მაგრამ უნდა გააგრძელონ დაჭერა ხელების გადაგრეხვა. მაგრამ პაწაწინა გრეთში ხუნა უნდა იყოს გარეთ. ეს პაწაწინა გრეთში ხუნებად გაუმწარეს მრავალთაობას ცხოვრება მრავალი აწლეულის განმავლობაში საქართველოში. ეს აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში. ეს არის დღეს რისი დამკვიდრებაც ხელახლა ხდება უპასუხისმგებლობის, მე ძალიან მშიშობ და უპასუხისმგებლობის და განუკითხაობის სინდრომის. და ვშიშობ ასე. ეს იყო პირდაპირ ჩართო პრეზიდენტის ავლაბდის რეზიდენციიდან, სადაც ქვეყნის პირველი პირი იმერეთიდან მოწვეულ პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს ხვდებოდა.